ძუძუს კიბო ერთხელ დაამარცხეთ. კიდე ხა მეორედ გავდივარ ამას. ყველას არ ჭირდება ძუძუს ოპერაცია. დიახ და მკურნალობის მეთოდი ქირურგიული არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ამას მე როგორც ქირურგი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. რა უცნაურია, სულ მგონია რომ აღარ უხელა ამ აღმოჩნდა რომ შინაგანად მაინც უხელა. მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებთანაც სიცოცხლის გახანგრძლივება წლების განმავლობაში არის შესაძლებელი. კლასიკური ვარიანტი რომ მგონია არასოდეს შენ არ დაგემართება. თქვენ უკვე გამოცდილი ხართ ამ ამბავში. ცნობილი გამოჩენილი პაციენტი ვარ. ძუძუს მოკვეთის ოპერაციები იყო, არ ვიცი, ეინ რაოდენობი. ეხლა ფაქტიურად ბოლოს როდის გავაკეთე მასტექტომია არ მახსოვს. მანამდე იტარებდით თუ არა მაგალითად აი არა. სატერ. აი ესე უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი, როგორც დღეს იქცევიან სხვა ქალები. ძუძუს მოვაცილებთ თუ შევინარჩუნებთ საერთო გადარჩენადობაზე არ მოქმედებს. იქიდან გამოვედი იმედიანი და ვიცოდი რომ ვიცოცხლებთ. გამოხატული ცვლილება, სიმპტომი უყურადღებოდ არ დატოვა. ეს ერთი. ხვალწავალ ექიმთან აქ არ მოსულა. ერთადერთი რაც დღეს ვიცი ეს არის რომ არაფერი ისე არ ხდება. გაცილებით ძვირფასი ხდება მე პროფესიას და ყველაფერი დანარჩენი ცხოვრებაში. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. გამარჯობა, დღევანდელი ეპიზოდი იწერება ახალ სივრცეში. ეს არის პოდკასტ პოინტი, სადაც ძალიან კაი გარემოა მე მომწონს ყოველ შემთხვევაში და მსურველებმა შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სივრცე. ეს ალკე იყოს და ჩვენი არხი აუცილებლად მოიწონოთ იმისათვის, რომ ჩვენ გვყავდეს მეტი მაყურებელი და ჩვენ შევძლოთ თქვენთვის კარგი ეპიზოდების მომზადება. დღეს სანამ დავიწყებთ ძალიან საინტერესო თემაზე საუბარს და თემა შეეხება ძუძუს კიბოს, იმიტომ რომ არის ოქტომბერი და ოქტომბერი არის ვარდისფერი ოქტომბერი, ძუძუს კიბოს გარშემო ცნობიერების ამაღლებისათვის დათმობილი თვე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენც არ გამოვაკლდით, მაგრამ მანამდე წარვადგენ ჩვენს სპონსორს, პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვალსა და სიჯანსაღეს. ეს ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. დღეს თემა, როგორც გითხარით, არის ძუძუს კიბო და სამწუხაროდ ყოველწლიურად დაახლოებით 1500-დან 1800-მდე შემთხვევა ფიქსირდება საქართველოში. ეს დაავადება გაახალგაზრდავდა, ესეც ასევე სამწუხაროდ და ეს პრობლემატიკა თვითონ ძუძუს კიბო რჩება ნომერ პირველ ადგილზე ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის. ანუ ძალიან მაღალია ეს მაჩვენებლები. სწორედ ამიტომაც მთელი მსოფლიოს ჩვენც არ ჩამოვრჩებით, როგორც ვიცი, მიმართავთ პრევენციულ მედიცინას და ვცდილობთ რომ ავამაღლოთ ადამიანთა ცნობიერება, რათა დროულად მიმართონ კვლევით დიაგნოსტიკურ ცენტრებს და დროულად იქნას აღმოჩენილი ეს ვერაგი დაავადება, რომელიც განკურნებადია, აქვე უნდა ითქვას და ცალსახად რომ დაავადება დამარცხებადია და მით უმეტეს თუ ადრეულ სტადიაზე იქნა აღმოჩენილი. დღეს სტუმრად მყავს კარგი ექიმი, პროფესიონალი, ონკოქირურგი, ქირურგი, განსაკუთრებულად სპეციფიკაცია გავლილი აქვს ბატონ სოსო სანიკიძეს ძუძუს მიმართულებით, ჯირკვლის ქირურგიაში და საკმაოდ დიდი კლინიკური გამოცდილება აქვს. სოსო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. შენ აქტიური პრაქტიკოსი ექიმი ხარ, საკმაოდ დიდი სტაჟით ამ მიმართულებებში და ემსახურები ონკოლოგიას და ონკოქირურგიას, ხო? მოდი დავიწყოთ სტატისტიკიდან, რა არის ეს მაჩვენებელი, როცა არის ამხელა ციფრები საქართველოში, ეს ზოგადად კიბომ იმატა თუ ჩვენ ქვეყანაში მიმართვიანობა და პრევენციული მედიცინა მაინც მოიკოჭლებს, რას დააბრალებდით შენ ამას? მოგესალმებით კოტე, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის და მიმედი მაქვს რომ ძალიან კარგი დაყოფიერი საუბარი გამოგვივა. რა თქმა უნდა. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, ეს სტატისტიკა არის როგორც ჩვენი საქართველოს რეალობაში, ისევე საერთაშორისო გამოცდილება, რაც სამწუხაროდ მიუთითებს იმისკენ, რომ ეს მაჩვენებელი ძუძუს კიბოს პირველადი შემთხვევებისა მატულობს და ამაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რა თქმა უნდა, იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც
რომელიც სტატისტიკაში რა თქმა უნდა შედის და მიმართვიანობას მოსახლეობის ინფორმაციას, რომ ეს გამოკვლევები უნდა ჩატარდეს და არის ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სკრინინგული გამოკვლევები არის ნორმა და პირდაპირ კანონმდებლობაში უდევთ, რომ აუცილებლად ეს უნდა ჩაიტარონ, თუ უნდათ სამსახურში მუშაობა, დაწყება, გაგრძელება და ასე შემდეგ. საკანონმდებლო დონეზე აყვანებს. განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში დაახლოებით მოცულობა იქ სკრინინგული მიმართვიანობისა თითქმის 90%-ია, ეს ძალიან მაღალი ციფრია, როცა ჩვენ რეალობაში, საქართველოს რეალობაში დაახლოებით არ აღამატება 30%-ს. თუმცა იყო პერიოდი და დრო, როდესაც ახლა სკრინინგი დაახლოებით 2008 წლიდან არის ჩვენთან და თანდათან იყო ერთი ცენტრი, ორი ცენტრი მოიცვა და ახლა ყველა რეგიონია ფაქტიურად ჩართული. ამაში იყო ძალიან სავალალო შედეგები, 15%, 20%, 25% ნელ-ნელა იმატებს დადებითი ტენდენცია და რა თქმა უნდა ეს დადებითი ტენდენციაც მე სტატისტიკაშიც აისახება. და ამიტომაც ვლინდება უფრო მეტი. ამიტომაც ვლინდება ეს ერთი მომენტი, რა თქმა უნდა ეს კარგი მომენტიც არის, რომ ხდება ამისი ასე ვთქვა დროული გამოვლენა შეფასება. და მეორე მომენტიც ის არის, რომ რა თქმა უნდა მატულობს რაოდენობა და რაც თქვენ ახსენეთ წინა სიტყვაში, რომ გაახალგაზრდავდა, თუმცა არის ის დადებითი ტენდენცია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა და გადარჩენადობის პროცენტი მომატებულია და ეს არის დამოკიდებული და პირდაპირ კავშირში ზუსტად იმაზე, რომ ხდება დაავადების დროული დიაგნოსტირება, ეს ერთი და სამკურნალო საშუალებები და ღონისძიებები თანამედროვე რეალობაში და მათ შორის საქართველოში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პაციენტთა უმრავლესობა რა თქმა უნდა გააჩნია სტადირებას დაავადებისა, თითქმის 80%, რიგ შემთხვევებში 90% სრული გამოჯამთელებით მთავრდება. ანუ აი ეს არის ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც თლიანობაში მე სტატისტიკაშიც აისახება. კარგი, ხშირად ადამიანებს გგონიათ, რომ კიბო ასოცირდება სიმპტომები და ჩამონათვალიდან ტკივილთან. ანუ რაღაც ტკივილმა უნდა მიგვანიშნოს, რომ არის ავთვისებიანი პროცესი. რაც შეეხება ძუძუს კიბოს. რა არის ის მალული სიმპტომები, რომელიც სრულად არ არის კავშირში არანაირ ტკივილთან, მაგრამ შესაძლოა პირველი ნიშანი იყოს ადამიანისათვის, რომ ეჭვი შეეპაროს, რომ მას აქვს ძუძუს კიბო. აი მარტივად აუხსნათ სოსოეს თუ შეიძლება თქვენის ნებართვით ჩვენს მაყურებელს. მადლობა კითხვისთვის. აი ტკივილი როგორც ასეთი ეს სიმპტომი ძუძუს კიბოს პირდაპირი სიმპტომი არ არის, მინდა რომ თქვა და გასაგები იყოს ჩვენი მაყურებლისათვის, რომ ძალიან იშვიათი ფორმა, რომელიც არის ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის, ამას ქვია ხა სამედიცინო ტერმინოლოგიით ვიტყვი ძუძუს შეშუპებით ინფილტრაციული ფორმა, რომელიც ხასიათდება ტკივილის სიმპტომით, სიწითლით, შეშუპებით, მანდ ახასიათებს, მაგრამ საწყის მდგომარეობაში ეს უკვე შორსასრულ მდგომარეობაშია. ამ კონკრეტულად ამ ძუძუს კიბოს ფორმისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ძირითადი სიმპტომი როგორც ასეთი ტკივილი ძუძუს კიბოსი სპეციფიკური და დამახასიათებელი არ არის. რაც შეეხება აი არსებობს ესეთი უსიმპტომოდ მიმდინარე ძუძუს კიბოს ფორმები. ანუ მარტივად გასაგებად რო ახსნა, ავთვისებიანი სიმსივნეც თავისი საწყისი გააჩნია. ანუ საწყისი, რომელიც რაღაც ფაქტორების შედეგად განვითარდა ძუძუს ქსოვილში და დროთა განმავლობაში გამოვლინდა პირველადი სიმპტომატიკის სახით. ცნობილია, წიგნებში ესე გვიწერია, რომ პალპირებადი სიმსივნე ანუ პალპირებადი სიმსივნე ნიშნავს, ხო, როცა პაციენტი ან ექიმი ხელით სინჯავს სიმსივნეს, მისი განვითარებისათვის გააჩნია, რა თქმა უნდა, ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის რა ფორმა, მინიმუმ 2-დან 5 წელია საჭირო. ანუ ძუძუს სიმსივნე იმ დონეზე რომ გაიზარდოს, რომ ქალბატონმა ის ხელით შენიშნოს. ანუ 2 წლის განმავლობაში ის უსიმპტომო მდგომარეობაში არის. დიახ, უსიმპტომო მდგომარეობაში არის. და ამისი წინაპირობა არის ისევ სამედიცინო ტერმინოლოგიას ვიხმარ და მე განვმარტავ მიკროკალცინატები. სარძევე ჯირკვის დეზორგანიზაცია. ანუ ეს რას ნიშნავს? დეზორგანიზაცია ნიშნავს ძუძუს ნორმალური ქსოვილი სტრუქტურულად არის დარღვეული, ანუ იქ რაღაცა პროცესი დაიწყო, მაგრამ ეს არ არის უკვე სიმსივნე ჩამოყალიბებული ჯერ. მიკროკალცინატები, ეს არის კალციუმის ელემენტები, რომელიც შესაძლოა ჩალაგდეს სარძევე ჯირკვის ქსოვილში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ანთება, ტრავმა, შემდგომი მდგომარეობა, ლაქტაციის შემდგომი მდგომარეობა, მაგრამ ერთ-ერთი არის
ათვისებიანი სიმსივნის საწყისი მიკროკალცინატები კლასტერული ანუ ჯგუფობრივი ფორმით, რომელიც არანაირად არ გამოვლინდება, არც ხელით გასინჯვით, არც თვით შემოწმებით, არც ექიმთან ვიზიტით, მხოლოდ ობიექტური გამოკვლევით ეს ყველაფერი ჩანს და გამოვლინდება რადიოლოგიური გამოკვლევით. აი ახლა მივედით შემდეგ კითხვამდე. დაასრულეთ და რადიოლოგიური გამოკვლევებით რუტინული კვლევა ეს არის ყველაზე მარტივი მამოგრაფია და ულტრაბგერა. კარგი. აღნიშნეთ რომ დაავადება გაახალგაზრდავდა და თქვენ დაადასტურეთ ეს, ხო? 40 წლამდე ასაკის პაციენტებში, ვისაც აქვს მაგალითად დატვირთული ონკოლოგიური ანამნეზი გენეტიკური თვალსაზრისით, ხო? რა არის ის პროტოკოლური რჩევები და რეკომენდაციები კვლევებთან მიმართებაში, რაც აი ამ ჯგუფის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ? ახლა ვლაპარაკობთ მაყურებელმა რომ გაიგოს იმ ქალბატონებზე, იმ გოგონებზე, ქალებზე, ვისაც ოჯახში აქვს რაღაც თქვათ დედის მხრიდან უფრო ონკოლოგია ძუძუსი მით უმეტეს და რა უნდა გააკეთოს 40 წლამდე ასაკის ადამიანმა. 40-დან 70 წლამდე ვიცით. არის პროტოკოლური სკრინინგი, სკრინინგ ცენტრები მუშაობენ ქვეყანაში და ემსახურებიან პაციენტებს. აი 40 წლამდე რა ქნან? კი, ესე იგი, ნახეთ, ამ შემთხვევაში ჯერ განმარტოთ რა არის გენეტიკური წინასწარ-განწყობა. გენეტიკური წინასწარ-განწყობა ეს არის ონკოლოგიური დაავადების ოჯახური ანამნეზი. ანუ, განსაკუთრებით ეს არის დედის ხაზი, როდესაც დედის ხაზიდან დედას, დეიდას, ბებიას, აი ამ მიმართულებით ვიღაცას აქვს პრობლემა. სამწუხაროდ მიმდინარედაც და ყოლია პაციენტები, რომელთაც დედას, სამშვილს, სამდას, ორდას და ასე შემდეგ ეს პრობლემა გამოუვლინდა თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა დროს და ყავს მიმდინარე პაციენტი, რომელსაც დედას და ორ შვილს ერთდროულად აქვს ეს პრობლემა. ანუ ეს არის დაავადების ოჯახური ανამნეზი. შესაბამისად, ესეთი გენეტიკური ფონის ინფორმაციის მატარებელი ქალბატონებისათვის, რა თქმა უნდა, გამოკვლევების სხვანაირად ტარდება. კონკრეტულად, ესე იგი, ამ შემთხვევაში არაფერი გადახვევა არ არის, უბრალოდ ეს რუტინული გამოკვლევები გეგმიურად უნდა ჩატარდეს. ამ დროს მამოგრაფიულ კვლევას ვიწყებთ 35 წლის ასაკიდან და წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს ეს გამოკვლევა და სასურველია გაკეთდეს 3D მამოგრაფია. ანუ სტანდარტულად არის 2D მამოგრაფია, რომელიც ტომოსინთეზია, დიახ, 3D მამოგრაფია ეს ტომოსინთეზი არის, 3D მამოგრაფია სამ გამზომილებაში, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია დაახლოებით ისე იღებს სარძეო ჯირკვლის ქსოვილს და მისი დამუშავება ხდება კომპიუტერული ტექნოლოგიით და მას მერე სპეციალისტი აღიქვამს. ანუ სივრცულად უფრო თუმცა გამოკვლევის სიმარტივე იგივეა, აბსოლუტურად იგივეა, ანუ ჩვეულებრივად გადახება ხდება და აბსოლუტურად ამას სხვა რამე ტექნიკური დახმარება ან საჭიროება არ ჭირდება. ამავდროულად უნდა გახშირდეს ეხოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევები და ეს უნდა მოხდეს 30 წლის ასაკიდან სისტემატურად. ამ კვლევების სიხშირე უნდა იყოს აუცილებლად დაცული ამ კატეგორია პაციენტებისათვის. ვის უნდა მიმართოს ასეთმა ადამიანმა, ვისაც აქვს ასეთი ანამნეზი? თქვენთან უნდა მოვიდეს, თქვა ბატონი სოსო სანიკიძე მოიკითხოს, თერაპევტთან უნდა მივიდეთ. აი ვისთან მივიდეს? სამწუხაროდ ნახეთ ჩვენს რეალობაში ხა წავით ექიმი ბრძანდებით თქვენს და პირველად ჯანდაცვის რგოლი ამას ვერ უზრუნველყოფს. სამწუხაროდ. კარგი. ამაზე უნდა გქონდეს ხო ინფორმაცია, დიახ, რომ ვერ უზრუნველყოფს აი ამ მომსახურებას. ამიტომ აი ესეთი პაციენტები, რომელსაც ოჯახური ესეთი ანამნეზი აქვს, სპეციალისტთან უნდა კონკრეტულ სპეციალისტთან სპეციალიზირებულ კლინიკაში. სოსო, არის ესეთი წარმოდგენა, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, მაგრამ მე გავაჟღერებ დაუშვათ მე სკეპტიკურად უყურებ ბიოპსიას. და მეშინია ბიოპსიის გაკეთების ექიმა და იმის გამო რომ მეშინია, არ მივდივარ ექიმთან და არ ვდგამ შემდეგ ნაბიჯს, თუ კი ეს საჭიროა. არის თუ არა ბიოპსიის გაკეთება რაიმენაირად რისკი, თქვათ, ან ძუძუსში კიბოს განვითარების, ან არსებულის რაღაცა რთული ფორმების ჩამოყალიბების. რომ ამოხსნათ მაყურებელს, რომ ბიოპსია ეს არის კვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც არ ცვლის კიბოს მიმდინარეობას. კი ბატონო. ბიოპსია ეს არის აუცილებელი პროცედურა, რომელიც ძუძუს პათოლოგიების და სხვა ონკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ბიოპსია
არ იწევს რაიმე გართულებას მნიშვნელობას და ეს არის მითი. ყოველდღიურად სამწუხაროდ ხვდებით კლინიცისტები ისეთ პაციენტებს, რომელთაც იციან თავისი პრობლემის შესახებ, ჩატარებული აქვს სკრინინგიც, დადგენილი აქვს პრობლემის არსებობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისეთი მისტერიული შიში აქვს ბიოპსიის გაკეთებისა, ამიტომ არ მოდიან ექიმთან. აი ეს სამწუხარო რეალობა, სამწუხაროდ ფაქტობრივად ეხლა ხდება ესე? კი, ეს ეხლა ხდება, დიახ, ნამდვილად და ეს არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ, არასწორი ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მითი, რომელსაც უღრმავებს კონკრეტულ ქალბატონს, სამწუხაროდ ნათესავი, მეზობელი და ასე შემდეგ არაინფორმირებული და ასე ვთქვათ, სხვადასხვა სოციალური ქსელიდან მოპოვებული არასწორი ინფორმაცია, ამასაც ძალიან დიდი ანუ აქვე ხაზგასმით ვამბობთ, ბიოპსია არანაირ ზეგავლენას, არანაირი კვლევით, არანაირი ვთქვათ, დაკვირვებით ამხელა ისტორიის განმავლობაში მსოფლიო მედიცინის არ ცulis ონკოლოგიური დაავადების ან განვითარებას არაფერს პირიქით ბიოპსია მიმართულია იქითკენ, რომ დადგინდეს დაავადების არსი, დადგინდეს დიაგნოზი, ვინაიდან სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის რამოდენიმე ფორმა არსებობს და შესაბამისად უმნიშვნელოვანესია, სანამ სამკურნალო ღონისძიებებს დააგეგმარებ, იცოდე რა სიმსივნესთან გაქვს საქმე, რომ ამაზე ააწყოს შემდეგ უკვე დიაგნოსტიკური პროცედურები და სრულად როცა მოხდება დაავადების სტადირება, მერე განსაზღვრო მკურნალობის მეთოდი. აქვე გავაგრძელებ, რომ პაციენტი როდესაც მოდის პირველად გავსინჯავ, რომელი სტადია ექიმო პირდაპირ ამ სიტყვას გეუბნება. ანუ სტადიურობა, როგორც ასეთი დაავადების დგინდება, პირველი დიაგნოსტიკური პროცედურებიდან, მათ შორის ბიოპსია, მათ შორის რადიოლოგიური კვლევები, მამოგრაფია, ეხოსკოპია და მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელება, ამისი შეფასება, იმიტომ რომ ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება იყოს ლოკალური, ანუ როდესაც ის მხოლოდ სარძევე ჯირკვალშია და რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, რომელიც რეგიონია და ქირურგიული დამუშავების დროს ეს ამოდის, და შეიძლება იყოს გავრცელებული, ანუ მეტასტაზური. რა არის მეტასტაზი? აქვე ვიტყვი, მეტასტაზი ეს არის ძირითადი სიმსივნური კერიდან მოწყვეტილი უჯრედი, რომელიც ლიმფის გზით შეიძლება ჩასახდეს და განვითარდეს რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ამ შემთხვევაში იღლიის მიდამოში პირველ რიგში, ან სისხლის გზით გავიდეს სხვა ორგანოებში, ფილტვებში, ღვიძლში, ძვლებში და ასე შემდეგ. ამიტომ თუ დაავადება ლოკალურია, ანუ მხოლოდ თუ არის სარძევე ჯირკვალში და იღლიის არეებში, მაშინ პროგრამა სამკურნალო მიმართულია იქითკენ, რომ რადიკალურად პაციენტი გამოვაჯამთელოთ სამკურნალო ღონისძიებებით, მაგრამ თუ დაავადება შორს წასულია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ღონისძიებები არ ჩერდება, მიმართულია ყოველდღიურად ცხოვრების ხარისხის და დონის და ხანგრძლივობის გაუმჯობესებისაკენ. მადლობა ბატონო სოსო, ძალიან დიდი მადლობა. შემდეგი კითხვა ასეთი მაქვს. ფარისებრი ჯირკვალი ენდემური პრობლემა არის ჩვენთან ქვეყანაში და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ტიპის ფუნქციონალური თუ ონკოპათოლოგიით დაზიანებები, ხო? არსებობს ეგეთი მითი, თუ მითია თუ რეალობა თქვენ გითხარით ახლა რომ სარძევე ჯირკვლის ვთქვათ, ფარისებრი ჯირკვლის ვთქვათ, თერაპიისას შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა მედიკამენტი, ხშირად გამოყენებადი, ან ვთქვათ სხვადასხვა ჩარევის შემდგომ რაიმენაირ ზეგავლენას ახდენს ძუძუს კიბოს გაჩენასთან მიმართებაში. გასაგები ესეც არის მითი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რა თქმა უნდა, ცალკე აღებული გააჩნია რა ნოზოლოგიასთან გვაქვს საქმე, მნიშვნელოვანია და სამართლებადაც საყურადღებოა, თუმცა პირდაპირ კავშირში მისი პრობლემა ფარისებრის ფუნქციური დარღვევები ან ანატომიური დარღვევები გავლენას ახდენდეს სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების ავთვისებიანი სიმსივნების განვითარებას გულისხმობ, პირდაპირ კავშირი არ არის, თუმცა კორელაცია ფარისებური ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებასა და სარძევე ჯირკვლის განსაკუთრებით მასტოპათიური მდგომარეობისათვის, რა თქმა უნდა, კავშირში არის, იმიტომ რომ ეს არის ჰორმონალური დისბალანსით შედარებით განვითარებული მდგომარეობა, მაგრამ პირდაპირ კავშირი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიან დაავადებასთან არა აქვს და სამკურნალო ღონისძიებებიც არაფერს არ ცვლის.
ანუ განაგრძონ მკურნალობა მიუხედავად იმ მითებისა, რაც არსებობს ეს ცალსახათესია. მადლობა. კიდევ ერთი კითხვა, მამაკაცებმა რა დააშავეს? მოდი, მათაც ვთქვათ, მივცეთ გარკვეული ინფორმაცია, იმიტომ რომ კაცებში სარძევე ჯირკვლის კიბო არსებობს. როდის არსებობს და რას უნდა მიაქციოს, მით უმეტეს გარდატეხის ასაკის შემდგომ პერიოდში, როცა ფორმირდება მამაკაცის პირველადი სასქესო ნიშნები, აი ძუძუსში არის ხოლმე გარკვეული სიტუაციები. ეს არის გინეკომასტია, ხო, ძირითად შემთხვევებში. ან კიდე თუ სხვა რამეა, მოდით თუ შეიძლება ამაზედაც გავჩერდეთ. კეთილი, ძალიან კარგი კითხვა. ესე იგი, ემბრიონალური განვითარებიდან ქალებსა და მამაკაცებში სარძევო ჯირკვლის ქსოვილი ერთნაირად ყალიბდება. თუმცა შემდგომ უკვე ჰორმონალური ზემოქმედების ფონზე დიფერენცირება ხდება ქალებში სარძევო ჯირკვლების, მამაკაცებში ის რუდიმენტულად რჩება, მაგრამ რუდიმენტული წარმონაქმნი, ანუ ეს ნიშნავს წარმონაქმნი სარძევო ჯირკვლის ქსოვილი ჩანასახავად მდგომარეობაში ყველას აქვს. შესაბამისად სტატისტიკურად დაახლოებით 1000 შემთხვევა ერთზე, აი ესეთი არის ქალებსა და მამაკაცებს შორის რაოდენობრივად, კი. ჩემ პრაქტიკაში ხა დაახლოებით 12 თუ 13 ერთი ვქონდა ეხლა წინა თვეს რომ გავაკეთეთ ოპერაცია, ანუ ხშირი არ არის საბედნიეროდ მამაკაცებში, თუმცა ამ შემთხვევაში არის ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტრიგერი არის ეს. ხო, კი, დიდი ხნის განმავლობაში. რას უნდა მიაქციოს კაცმა ყურადღება მაგალითად? სარძევო ჯირკვლის მოცულობაში გაზრდას და ასევე გამონადენის არსებობა საკმაოდ ხშირი სიმპტომი შეიძლება იყოს და სამწუხაროდ მამაკაცებში დაავადების ეს ფორმა ხშირად ვლინდება უკვე კანში განვითარებული დაწყვილებული ფორმის სახით, ვინაიდან სამწუხაროდ არ აქცევენ ყურადღებას და გონიათ სხვა პრობლემა. ესეც ინფორმაციის შეიძლება დეფიციტის პრობლემა. ხო, აი ჩვენ მივაწოდეთ ეს ინფორმაცია. მადლობა. არსებობს თუ არა რაიმე სამეცნიერო მტკიცებით მედიცინაში კვლევები, თქვათ უბრალოდ კვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნები, რომ კვება გარკვეულ წილად ახდენს ზეგავლენას ძუძუს კიბოს ფორმირება არ ფორმირების მიმართულებით. არის თუ არა ასეთი რაიმე მტკიცებული მედიცინაში გამოტანილი დასკვნა? რაიმე ხომ არ არის, მე ვსვამ. შეიძლება არის, შეიძლება არ არის. კონკრეტული მითითები, ეს არის ზოგადი ჯანსაღი კვება, ხო? ანუ შესაბამისად აი კონკრეტულად რომ ამ მიმართულებით ამას მოერიდე, როგორც ყველა სხვა ამბავში ისევე არის აქ, მაგრამ ერთი რაც შეიძლება ითქვას, რომ გაერთეთი გამშვები მექანიზმი შეიძლება იყოს მავნეჩვევები, ისეთი როგორიც არის თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლი, ჭარბი. კარგი. ცხიმიანობა, ჭარბი წონა. აი მაგის კითხვა მინდოდა ზუსტად პოსტმენოპაუზურ ასაკში ზუსტად რომ წონაში მატება ახასიათებს, ხო, ორგანიზმს. რა კავშირი არის ცხიმოვან სტრუქტურის, ასე ვთქვათ, მასის დაგროვებასა და ასე ვთქვათ, ესტროგენის ქცევას შორის, ხო? არის თუ არა ჭარბი წონა ერთ-ერთი ტრიგერი, ანუ ასე ვთქვათ, ის მექანიზმი, რომელმაც შეიძლება სრულიად სუფთა მოწმენდილ ცაზე გენეტიკური წინასწარ განწყობის გარეშე დაუშვათ ესეთი შემთხვევა და დააჩქაროს თან გამოიწვიოს ან დააპროვოციროს ძუძუს კიბოს განვითარება. არსებობს თუ არა აქ კავშირი? დიახ, ესე იგი, ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით 75% არის ჰორმონალურად დამოკიდებული, ანუ ესტროგენ დამოკიდებული. თუმცა პოსტმენოპაუზაში, რასაც თქვენ ბრძანებთ, როდესაც საკვერცხების ფუნქციური აქტივობა არ არის და შესაბამისად იქ აქტიურად ესტროგენი არ გამოიყოფა, სტატისტიკურად უფრო ხშირად ხვდებით, აი 50 წლის ასაკის ზემოთ 70 წლამდე ეს არის პიკი, როდესაც ამ დაავადების მანიფესტირება ხდება. ამ დროს ცხიმოვან ქსოვილი, რომელიც ერთ-ერთი წყარო არის ესტროგენის გამომუშავების, შესაბამისად აი ჭარბი წონა და ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებამ ესტროგენების პროდუქციის სიჩქარე შეიძლება გამოიწვიოს. არსებობს ბუნებრივი ესტროგენი. და ერთი მომენტი, რაც აქ შემილია აუცილებლად თქვა და მნიშვნელოვანია ეს და სამწუხაროდ ხვდებით ჩვენ კლინიკურ პრაქტიკაში, ეს არის რომ პერიმენოპაუზალურ პროცესში, როდესაც ქალბატონებს აი ეს გარდამავალი პერიოდი აქვთ, პრემენოპაუზა, მენოპაუზა, აი ეს პერიოდი, როდესაც არის გამოხატული ეს პათოლოგიური სიმპტომატიკა, რაც ახასიათებს ამ პერიმენოპაუზას, ხშირად და სამწუხაროდ თვითნებურად სხვისი ინფორმაციის მოთმენით, წაკითხვით, რჩევით ღებულობენ ჰორმონალურ პრეპარატებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. დანიშნულების გარეშე. შესაძლოა ეს იყოს ექიმის
გინეკოლოგის დანიშნულება, როდესაც კონკრეტულად პაციენტს გაუადვილო ეს გარდამავალი პერიოდი, შეუწყო ხელი მისი, ასე ვთქვათ, დისბალანსის შემსუბუქებას, ფსიქოემოციური ფონის დალაგებას, მაგრამ კაცრი რეკომენდაცია არის, რომ ექიმმა დანიშნა, ექიმმა უნდა მოხსნას ან გადავიდეს სხვა რიგის პრეპარატზე, თუმცა ეს ესეთი ინფორმაცია და ესე გვიწერია, რომ 2 წელზე მეტი დროის განმავლობაში ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის ან პრეპარატების მიღება ზრდის ძუძუს ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკს. ძალიან კარგი რჩევა იყო, მადლობა. კარგით, გენეტიკური კვლევები არის ძალიან მოდაში, ყოველ შემთხვევაში ამაზე საუბრები არის მოდაში, ძალიან შეიძლება კვლევა არ არის, მაგრამ საუბარი არის, რომ ეს კვლევა გაიკეთე, გენეტიკური კვლევა ჩაიტარე, მერე გადაწყვიტე, არ გადაწყვიტე, აქაც უამრავი ფორუმი და 1000 მithქვა ჭორაობა არის სამწუხაროდ ამ თემის გარშემო. მოდი აკადემიურად შევხედოთ სოსო თქვენთან ერთად, რომ ვის უნდა ჩაუტარდეს გენეტიკური კვლევა. ნახეთ, აი ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე შეფასებისათვის რა. არსებობს ზოგადი ეგრეთ წოდებული გზამკვლევები, გაიდლაინები, რასაც ჩვენ მივყვებით და ყოველდღიურობაში რა თქმა უნდა ვიყენებთ, ეს არის საერთაშორისო გამოცდილება, თუმცა აუცილებელი არის, რომ ამ გზამკვლევების გამოყენება ინდივიდუალურ დონეზე იყოს დაყვანილი, ანუ ინდივიდუალიზაცია უნდა მოხდეს. ეხა ზოგადად რომ ყველამ გაიკეთოს ეს ტესტი, არ არის სწორი, არ არის ამისი აბსოლუტური ჩვენება, თან ფინანსურადაც არ არის ჩვენ ქვეყანაში ხომ კეთდება ეს? კეთდება, კი, კეთდება, ადგილზეც კეთდება, იგზავნება, მაგრამ უნდა შეირჩეს ის ჯგუფი, ის კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მისი გაკეთება არის მნიშვნელოვანი. იგივე ოჯახური ანამნეზი, რაც ჩვენ ბრძანებთ. ჩვენებები განსაზღვრავს. ჩვენებები განსაზღვრავს. ოჯახური ანამნეზი ონკოლოგიური დაავადების, ასევე არსებობს ისეთი ფორმა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეებისა, რომლებიც ხასიათდება აგრესიულობით და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გენეტიკური ფონი, ანუ მუტაციური ფონი, რომ გავსაზღვროთ მკურნალობის ტაქტიკა და მათ შორის ოპერაციული მკურნალობის მასშტაბი, ვინაიდან არსებობს ისეთი ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის ფორმები, როდესაც თუ გენეტიკური ტესტიც დადებითია, მაშინ სარძევი ჯირკვლის ქსოვილის შენარჩუნება რეკომენდირებულია, რომ თლიანად მოცილდეს. აი ჩვენ ქირურგიაზე ცოტა ხანში მივავთ. კარგით, მოკლედ და გასაგებად მოდი აუხსნათ ახლა მაყურებელს, რა არის ტარგეტული თერაპია. იმიტომ რომ ესეც მოდაშია დღეს, ტარგეტული თერაპია. და ასევე თუ შეიძლება გითხარით სიმსივნის მოლეკულური ტიპის დადგენას, რამდენად აქვს მნიშვნელობა მკურნალობის ტაქტიკას. ესე იგი, მოკლედ და ბევრს დროს არ წაგაკეთებთ. ანუ ჩვენ რაც დავიწყეთ საუბარი, რომ რა იყო ბიოფსია, ამისი განმარტება იყო, რომ თქვით რატო აქვს ამას მნიშვნელობა. ბიოფსია არის თვითონ პროცედურა, რომელიც არის ქირურგიული манипуляция, რომელიც კეთდება ультრავგერითი კონტროლის ქვეშ და გულისხმობს ქსოვილოვანი სიმსივნური დაზიანებიდან მასალის აღებას. თქვენ აკეთებთ ხოლმე მაგალითად როცა პაციენტი თქვენ აკეთებთ. კი, პირადად ვაკეთებთ ультრავგერით კონტროლით რადიოლოგთან ერთად. ხდება ქსოვილოვანი მასალის აღება და მისი ლაბორატორიული შესწავლა. ანუ ბიოფსია არის პროცედურა, რომელსაც მოყვება აუცილებლად ლაბორატორიული კვლევები, ეს არის მორფოლოგიური კვლევა და არის იმუნოჰისტოქიმია. არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ფის ჰიბრიდიზაციის მეთოდით დიაგნოსტირება, როდესაც ზუსტად აი ამ ტარგეტული თერაპიის საჭიროება არ საჭიროებაზე და რა არის ეს ტარგეტული თერაპია? დიახ, ეხლა გვიტყვი მაგასთან დაკავშირებით, ანუ ლაბორატორიული კვლევების შეფასება არის მნიშვნელოვანი, რომ დაჭირდეს, რომ განისაზღვროს მკურნალობის, ასე ვთქვათ, მკურნალობის ტაქტიკა. ესე იგი, ტარგეტული თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, როდესაც სიმსივნის ბიოლოგიური ტიპი, HER რეცეპტორების სტატუსი არის დადებითი, ეს არის რეცეპტორები, რომელიც აღიქვამენ. დიახ, და უნდა იყოს მიმართული მის საწინააღმდეგოდ ეს მკურნალობა, რათა მოხდეს სიმსივნის განადგურება, რედუცირება და ეს ტარგეტული თერაპია ზუსტად აქეთკენ არის მიმართული. შესაბამისად, ტარგეტული თერაპიით ბიოლოგიური ტიპი სიმსივნისა, ვისაც ტარგეტული თერაპია ჭირდება, პროცენტულად ცოტა დაახლოებით 15-20%-ია, დანარჩენი უმეტესი სიმსივნეებისა დაახლოებით 75-80% არის ისეთი ბიოლოგიური ტიპის სიმსივნეებისა, რომელსაც ტარგეტული თერაპია არ ჭირდება. მადლობა. მივდივართ ნელა მკურნალობის ტაქტიკების და გზებისაკენ, ხო? რა იმუნოთერაპიამ ვიცი, რომ რადიკალურად შეცვალა დღეს ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდები. იმუნოთერაპია გახდა
ერთ-ერთ არჩევის და მთავარი არჩევის მიმართულებად, მანამ სანამ არ ხდება აუცილებელი ქირურგიული მხარდაჭერა. აი, რა შეცვალა იმუნოთერაპიამ, რა გაამარტივა, თუ შეამცირა ოპერაციის მასშტაბები, აი რა მოხდა? ესე იგი, როდესაც დაავადების სტადირება ხდება და ამ სტადირებაზე ვილაპარაკეთ, რაც არის, ხო, გავრცელების დადგენა და ასე შემდეგ და სიმსივნის ბიოლოგიური ტიპიდან გამომდინარე, წინასწარ ჩვენ ვადგენთ სამკურნალო ღონისძიებებს, ხო რა არის? მკურნალობის მეთოდებსაც ვიტყვი ბარემ აქ რაც არის. ეს არის დიახ, მკურნალობის მეთოდებია ქირურგიული მკურნალობა, რომელიც არის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი და არა ერთადერთი, ეს მინდა რომ კარგად გაიგოს ჩვენო მაყურებელმა. ყველას არ ჭირდება ძუძუს ოპერაცია. დიახ, და მკურნალობის მეთოდი ქირურგიული არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ამას მე როგორც ქირურგი კიდევ ერთხელ გამომეორებ. არის სისტემური ქიმიოთერაპია, არის ენდოკრინული თერაპია, არის რადიაციული სხიური თერაპია და არის იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია. ანუ სიმსივნის ბიოლოგიური ტიპიდან გამომდინარე შეიძლება კონკრეტულ პაციენტს დაჭირდეს ამ მკურნალობის მეთოდების კომბინაცია. ანუ არ არსებობს ერთი კონკრეტული მეთოდი, რომლიდანაც დაავადების შეიძლება გამოჯამრთელდეს, თუ ძალიან ადრეულ სტადიაზე არ აგვაქვს ლაპარაკი. ამიტომ იმ დღევანდელი მონაცემებით მაგალითად შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თუ არის სიმსივნის ისეთი ტიპი, რომელიც აი მაგალითად 15 მმ-იანი სიმსივნე სატყისად აღმოჩენილი, მაგრამ თუ არის ტრიპლ ნეგატივი, აუცილებლად ქიმიოთერაპია უნდა ჩატარდეს ნეოადიუვანტში, ანუ ქირურგიულ მკურნალობამდე, რომ მიიღო უკეთესი შედეგი, ვიდრე ოპერაციით იწყება. აი ოპერაციამდე იწყება მკურნალობა. ოპერაციამდე იწყება მკურნალობა. ამ შემთხვევაში ქიმიოთერაპია. თუ იმუნოთერაპიის საჭიროება არის, ესეც ბიოპსიური მასალა, ამიტომ აქ ბიოპსიურ მასალას უდიდესი მნიშვნელობა შედეგის თვალსაზრით რა ტიპის სიმსივნე გაქვს, რომ იმაზე ააწყო მე მკურნალობის გეგმა, ხო? შეგიძლია შესაძლოა მკურნალობის დაწყება მოხდეს ქიმიო-იმუნოთერაპიით კომბინაციით და ეს მიმართული იქნება საერთო გამოსავლის უკეთესობისაკენ, ანუ უკეთესი შედეგის მისაღებად. ასევე ქირურგიული ტაქტიკის თვალსაზრისითაც არის შემთხვევები, როდესაც სარძევე ჯირკვლის ზომიდან გამომდინარე და სიმსივნის ზომიდან გამომდინარე ძუძუს ქსოვილის შენარჩუნება ვერ ხდება და თანამედროვე ქირურგია არის მინიმალიზაციაზე დასული და მაქსიმალურად ეფექტურია ადამიანის ცხოვრების ხარისხი რო შეინარჩუნოს. დიახ, რა თქმა უნდა, და ძუძუს ქსოვილის შეინარჩუნო და შესაბამისად არის შემთხვევები, როდესაც ამ მკურნალობით ვაღწევთ როგორც დაავადებისთვის აუცილებელ ეფექტურობას, ასევე სიმსივნის რედუქციას, ანუ შემცირებას, რომ მერე უკვე შესაბამისი კოსმეტიკური თვალსაზრისით მიღწეული იყოს. თქვენ ამდენი წელია ქირურგიას ემსახურებით, აი 2008 წლიდან. დიდი ხანია, დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ, ხო? ძალიან დიდია ეს პერიოდი, მით უმეტეს ესეთი სწრაფი განვითარებადი მედიცინის პირობებში. თქვენ როგორც ქირურგს დღეს უფრო გაგიმარტივდათ ონკოლოგიაში ბრძოლა ამასთან გამომდინარე, თქვათ, იმ თერაპიული ჩანართებიდან და მთელი არმიიდან, რაც თქვენ გვერდით აღმოჩნდა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი საშუალება და ერთ საიგულახდილად რაც მიხარია და ჩემი ასე ვთქვათ მოწაფეები ვინც არიან და სტუდენტებზე იმასაც რო ვესაუბრები, რომ დავიწყე და ონკოლოგიაში ასე ვთქვათ ჩემი პირველი ნაბიჯები იყო და დამოუკიდებლად მუშაობა დავიწყე, დაახლოებით 80% შემთხვევაში ვაკეთებდით მასტექტომიებს, იმიტომ რომ სკრინინგიც ახალი დაწყებული იყო, ცნობადობა არ იყო, ხალხი მოდიოდა. ეხლა ფაქტიურად ბოლოს როდის გავაკეთე მასტექტომია არ მახსოვს. მაგარი მიღწევა მედიცინის. ძალიან დიდი მიღწევა, გარღვევაა პრაქტიკულად რა. იმიტომ რომ სულ მეც როცა ახალგაზრდა ქირურგი ვიყავი, მიწევდა ჩემ კოლეგებთან ერთად მაგ მიმართულებაში პარალელურ რეჟიმში ყოფნა და მეთვალყურება, რადიკალური მასტექტომიები, ანუ ძუძუს მოკვეთის ოპერაციები იყო, არ ვიცი, ენ რაოდენობით და ეს მოსავლოცი ამბავია პაციენტებისთვის. ეს განაპირობა დროულმა დიაგნოსტირებამ, რაზეც ჰქონდა საუბარი, პრევენციამ და ამაზეც დიაგნოსტიკის ღირებულებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რა როგორ უნდა გაკეთდეს. სამკურნალო ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენ ვთქვით, რომ შეიძლება ოპერაციამდე ისეთი მკურნალობა დააგეგმარო, რომ ძუძუს ქსოვილის შენარჩუნება გააკეთო და შესაბამისად არის მნიშვნელოვანი
პაციენტების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ შედეგობრივი კუთხით ყველა ნაბიჯი მას უნდა აუხსნა, რა იქნება, რატო კეთდება ეს, რა შედეგი შეიძლება დაგიდოს ამან. მე ოპერაციაზე რო გადავალთ, ამის მერე რას ვაკეთებთ? ანუ ინფორმაციის მიწოდება ყოველდღიურ რეჟიმში და მისი ჩართულობა, მისი ოჯახის წევრების ჩართულობა, რომ ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა საერთო გადარჩენადობის თვალსაზრისით და კუთხით. ძალიან დიდი მადლობა. როგორი არის ოსო გადარჩენის მაჩვენებლები 5 წლიანი თქვათ რემისიის შემდგომ საქართველოში და თუ გაქვთ კვლევები, რომელიც თქვათ შეიძლება საამაყო შედეგებია, შეიძლება სამუშაო შედეგებია, მსოფლიო თქვათ დასავლურ განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში. ვეწევით მათ, თანამდებად მივდივართ, როგორ ვამაყობთ ჩვენი ონკოლოგიით ზუძუს მიმართულებით? შემიძლია გითხრათ, რომ კი. იმიტომ რომ თანამედროვე საშუალებები, როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო საშუალებები გვაძლევს იმის წინაპირობას და რეალურად ამისი მაჩვენებლებიც არის, რომ ყოველ შემთხვევაში შეიძლება იმ დონეზე არა, მაგრამ გათანაბრებული მივიჩქარით, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურობა, რაც არის და რასაც ჩვენი უცხოელი კოლეგები, ჩვენ მეცნიერები ყოველდღიურად თავიანთ ასე ვთქვათ მოღვაწეობით აზიარებენ, ამისი მიღება და ასე ვთქვათ ყოველდღიურობაში გატარება, გამოყენება არის მნიშვნელოვანი და არის სხვადასხვა ჩართულობა, იგივე იმ ტარგეტული თერაპია, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ფინანსურადაც საკმაოდ ძვირი, ამიტომ არსებობს სხვადასხვა ფონდები, სახელმწიფო დაფინანსება და ასე შემდეგ, თუ დიაგნოსტირება არის დაავადებისა, შესაბამისად მისი ბოლომდე მიყვანა შესაძლებელია და ეს ძალიან თქვენ როგორც ქირურგი, რომელიც პრინციპში გადამწყვეტ როლს თამაშობს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში, იმიტომ რომ მომართავს ექიმი, თქვა, პაციენტი პირველ რიგში თქვენთან მოდის, ხო? თვლით თუ არა საკმარისად დღეს საქართველოში პრევენციულ ღონისძიებებს. ანუ ამის თქმა რატომ მინდა იცით, რომ პაციენტებმა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ დღეს საქართველოში მართლა არსებობს უნიკალური საშუალება და ეს გადაცემაც ჩვენი ეპიზოდის ემსახურება იმას, რომ გაიგონ ქალბატონებმა, ძვირფასებმა, საყვარლებმა, ტკბილებმა, დედებმა, დებმა, რომ დროზე წავიდნენ და გაიკეთონ კვლევა. ხომ არის ამის რესურსი? თალსახად. ამის რესურსი არის და მე ხა უბრალოდ განცხადებას, მოწოდებას გავაკეთებ თუ რაც იქნება, რომ სკრინინგი თვითონ, სკრინინგი გულისხმობს რას, რომ ჯანსაღ პოპულაციაში გამოავლინო პრობლემა. ამიტომ ესეც არის გარკვეული შიში, გარკვეული სტიგმატიზაცია ამ ყველაფრის, რომ თუ სკრინინგში მივიდა, რაღაცა უნდა აღმოვაჩნდეს მაინდა-მაინც, ხო? ეს არასოდეს შიში არის, კი, ეს არის ძალიან დიდი შიში. მე ხო ვთქვი, ხშირად გვაქვს ის ფაქტები, რომ უკვე სკრინინგში ნაყოფი პრობლემა დადასტურებული, მერე უკვე ან ბიოფსიაზე არ მიდის, ან არ მოდის, ან მერე რა, ატარებს ამ სიტუაციას და მერე როდესაც ძალიან გაძნელდება, იქ რაც უფრო დროულად არის ეს ყველაფერი მინიმალური ჩარევით შეიძლება პრობლემის მოგვარება. ამიტომ შიში და ინფორმაციის ნაკლოვანებაც არის, მაგრამ იმდენი წელი გავიდა უკვე რაც სკრინინგი არსებობს საქართველოში და თბილისში არის ალბათ 1-20 ცენტრი, რაიონებში არის ცენტრი, ფაქტურად ყველა მიცის, მაგრამ ეს არის თვითონ ეს ნაბიჯის გადადგმა და ვერ ხვდები იმას, რომ როდესაც თვითონ რაღაცას გასინჯავს ქალბატონი და ვთქვი რომ ამ პროცესს სანამ გასინჯავს რამდენი ხანია მადამდე გასული, ხო? ამიტომ ამისი ესეთი გადაცემები, სხვადასხვა სოციალური ჩართულებები უნდა იყოს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გადადგან ეს ნაბიჯი, არ უნდა კონდეთ შიში, რომ მიდიხარ გამოკვლევაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაღაცა გამოვლინდება, მაგრამ თუ გამოვლინდება, ამისი მოგვარებაც შესაძლებელია და ეს ინფორმაცია მადლობა სოსო თქვენგან როგორც ამ დარგის პროფესიონალიდან ამის მოსმენა კიდევ ერთხელ შეიძლება ვიღაცას ფეხი გადაადგმევინოს და ხვალ ადგეს და წავიდეს და დროულად აღმოაჩინოს პრობლემატიკა. შორსასული პრობლემების მართვა ძუძუს ონკოლოგიაში არის თუ არა ესეთი ხშირი და შეიძლება თუ არა ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე, როცა თქვა სამედიცინო საშუალებები რაღაც
რაღაცა უძლურია. ამ თვალსაზრისითაც აი განსხვავებით იმისგან, როდესაც წლების წინ რაც იყო, ეხლა აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა, იმიტომ რომ მართვის თვალსაზრისით, იმიტომ რომ სამკურნალო საშუალებები, სამკურნალო იმდენად გვაქვს მრავალფეროვანი, რომ იგივე შორსწასული მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებთანაც სიცოცხლის გახანგრძლივება წლების განმავლობაში არის შესაძლებელი, ვინაიდან ეს არ არის პროცესი, რომელიც ელვისებურად შეიძლება განვითარდეს. ეს არ არის ეს პროცესი, რომელიც სწრაფად ელვისებურად, გააჩნია იშვიათი შემთხვევები, მაგრამ უმეტესწილად ეს არის ქრონიკულად მიმდინარე დროსთან შეჭიდული პრობლემა, რომლის მენეჯირება შესაძლებელია აბსოლუტურად, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება შეიძლება იყოს გავრცელებული. მე დიდი ხანია ვაკვირდები თქვენს პროფესიულ კარიერას, ერთადაც გვიმუშავია და ეს მაძლევს თამამად იმის თქმის საშუალებას, რომ როგორც ქირურგს შეგიძლიათ კითხოთ ეგეთი რამ, რომ დღეს ქირურგიული მეთოდების გამოყენება კი შემცირდა, მაგრამ იმავდროულად გაიზარდა ერთმომენტიანი რეკონსტრუქციის წარმოება, თქვათ დაზოგვითი ქსოვილ-დაზოგვითი ოპერაციების წარმოება. მოდი ქირურგიას შევეხოთ 2-3 სიტყვით, რა მეთოდებს იყენებთ დღეს, როცა თქვათ ნაადრევი სტადია და საჭიროა ოპერაცია, ან რაღაც ისეთი მდგომარეობა, როცა არსებობს სიტუაცია, როცა ძუძუ მოსაკვეთია, ხო? რა მეთოდები არსებობს და თქვენთან რა ხდება, ბარემ გითხარით. ნახეთ, ზოგადად ისე სარძევი ჯიკლის შენარჩუნება არის პრიორიტეტი. და ამისათვის არის შემთხვევები, როდესაც მოდის ქალბატონი და მოვიშორებს სარძევი ჯიკლს, ოღონდ კარგად ვიყო. ძუძუს მოვაშორებთ თუ არ მოვაშორებთ, საერთო გადარჩენადობაზე არ მოქმედებს. ეს მინდა რომ და ესეც ეს მესიჯი მინდა კიდე გავაჟღერო, რომ დაავადება თავარი არ იყოს გავრცელებული სხვაგან ორგანოებში, თორე ადგილობრივად რეციდივი ყოველთვის შესაძლებელია მოგვარებადია და თუ ამიტომ ძუძუს მოვაცილებთ თუ შევინარჩუნებთ, საერთო გადარჩენადობაზე არ მოქმედებს. არის შემთხვევები, როდესაც სარძევი ჯიკვაში დაზიანება ერთზე მეტია, ანუ ერთი წარმონაქმნზე მეტია. იქ ამ შემთხვევაში აწონდაწუნა გვჭირდება სარძევი ჯიკლის შენარჩუნება შეიძლება თუმცა ქირურგიული თვალსაზრისით. არის შემთხვევები, როდესაც წარმონაქმნი ზომიდან და სარძევი ჯიკლის ზომიდან გამომდინარე, თავიდანვე ვიცით, რომ ძუძუს შენარჩუნება ვერ მოხერხდება. ან ჭირდება თანაფარდობა დიახ, პლასტიკური ქირურგის ბრძანდებით და გესმით. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი ჭირდება მკურნალობა ოპერაციამდე და თანამედროვე სამკურნალო ღონისძიებებმა შეიძლება სიმსივნე მთლიანად გააქროს სარძევი ჯირკვაში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეს ეს სიმსივნე ლოკალურად სად იყო. ამიტომ მკურნალობამდე ნეოადიუვანტური მკურნალობა ქვია მას, აუცილებლად სიმსინევში ვდგამთ კლიპ მარკერს. ეს არის მეტალის პატარა კლიპი, რომელიც ჩანს მამოგრაფიაზე, ჩანს რენტგენზე, არ დაიკარგოს ის რეგიონი. სიმსივნე შეიძლება სრულად გაქრეს, ალაგდეს, მაგრამ ეს 5 მმ-იანი კლიპ მარკერი ძუძუს ქსოვილში არის დაკვირვებისთვის და შემდგომ უკვე ოპერაციული მკურნალობის დრო როცა დადგება, ამ კლიპ მარკერის მიმართულებით ვდგამთ სპეციალურ მეტალის მიმართულ ღუზას, რომ ამოვიღოთ მხოლოდ ის ადგილი და არა სარძევი ჯიკლის ქსოვილი სრულად. როგორი კოსმოსია. და ამავდროულად მინიმალიზაცია რეგიონალური ლიმფური კვანძების შეფასების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ლიმფური კვანძების ამოკვეთა, ანუ ლიმფოდისექცია საკმაოდ ტრაუმული ოპერაცია, რომელიც ბევრ გართულებას იწვევს. კიდურის შეშუპება, გრძნობელობის დაქვეითება, რეაბილიტაცია ხანგრძლივდება. ამიტომ სასურველია და საჭიროა პირველი რიგის მხოლოდ ლიმფური კვანძების შეფასება, ამისი მეთოდოლოგია არსებობს, სხვადასხვა საღებავების რადიაქტული ნივთიერების გამოყენებით, რომ პირველი რიგის 2-3 ლიმფური კვანძი ამოიღო ოპერაციის დროს, გააგზავნო ლაბორატორიაში გამოკვლევაზე, თუ არ არის მეტასტაზური დაზიანება შიგნით, ლიმფოდისექციას მასიურს არ აკეთებ, ან თუ არის ერთი დაზიანებული ლიმფური კვანძი არ აკეთებ. ანუ სხვადასხვა დაიხვეწა, სუპერ დახვეწა. მინიმალიზაცია და კოსმეტიკური და ფსიქოემოციური ფონის შენარჩუნება და რა თქმა უნდა რეკონსტრუქციული ოპერაციები საჭირო არის ერთმომენტიანი და გადავადებული
მდგომარეობის შესაბამისად თუ სიმსივნური დაავადება აგრესიულობით ხასიათდება და მანდ მნიშვნელოვანი არის რომ დროულად ონკოლოგიური პრინციპები არ დაგვერღვეს ჩვენ ხო მიზანი პირველად არის პაციენტის გამოჯანმრთელება ხო შესაძლოა რიგ შემთხვევაში ერთმომენტიანი პლასტიკისაგან თავი შევიკავოთ და 7 წლის პერიოდში გადავადებული გაკეთეს მაგრამ არის შემთხვევები როდესაც სიმსივნის აგრესიულობა მისი აი ხასიათი გვაძლევს საშუალებას რომ პლასტიკურ ქირურგთან თანამონაწილეობით ერთმომენტიანი პლასტიკას გაკეთეს მეორე სარძევე ჯირკვალზეც რო კოსმეტიკური მხარე შემორჩენილია. ძალიან კარგი რამ მოვისმინე ახლა მე და მადლობა, იმიტომ რომ ადრე და არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო ესეთი მაყურებელს რო გავაგებინოთ მიდგომა რომ თუ ძუძუს ქსოვილში სარძევე ჯირკვალში არის წარმონაქმნი, რაც უფრო რადიკალურად მოაშორებ ამას, მით უფრო პროგნოზი შორეული იქნებოდა კარგი. ეს ასე იყო? ესე იყო და კეთდებოდა ისეთი ოპერაციები, როდესაც მკერდის დიდი კუნთის მოცილება ხდებოდა, რადიკალიზმის უკიდურესი. ეხლა საკმარისია მიკროსკოპულ დონეზე 2 მმ მოშორდე ძირითად სიმსივნეს ითვლება რადიკალურად. ფანტასტიურია რა, ფანტასტიურია. აი, აქამდე განვითარდა მედიცინა. გავიდა და მათ შორის ქირურგია. სოსო, მე მინდა გთხოვოთ როგორც ამ სფეროს აქტიურ მოღვაწეს ამ მიმართულებებში და პოპულარულ ექიმს მათ შორის ქართველ გოგონებს, ქალებს, მოდი კიდევ ერთხელ მიეცი რჩევა, რას ურჩევს სოსო სანიკიძე როგორც ონკოქირურგი, როგორც ქირურგი, რომელიც კონკრეტულად ძუძუზე არის ამდენი წელი, ასე ვთქვათ, ჩაბმული ამ სფეროში, ხო? რამოდენიმე სწორი რჩევა მივცეთ თქვენის დახმარებით. პრევენციას შევეხოთ, ჯანსაღწორებას შევეხოთ, 1-3-4 რჩევა მოგვეცით. კეთილი. პირველი რასაც ვიტყვი ეს არის რომ ნებისმიერი გამოხატულება, სიმპტომატიკა ქვია სამედიცინო ტერმინოლოგიით ამას, ნებისმიერი გამოხატულება და ჩივილი რაც ქალბატონს შეიძლება აწუხებდეს სარძევი ჯირკვალთან მიმართებაში, არ დატოვოს უყურადღებოდ. ტკივილი როგორც ასეთი პირდაპირ სიმპტომი ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისა არ არის. თუმცა სხვა მოვლენები, როგორიც არის გამონადენი, სიწითლე, კანის გასქელება, წარმონაქმნის გასინჯვა, ეს რაღაც სიმპტომატიკა არის, რომელიც მიუთითებს იქ პრობლემის არსებობაზე. ამიტომ პირველი რჩევა და პირველი რეკომენდაცია, რომ გამოხატული ცვლილება, სიმპტომი უყურადღებოდ არ დატოვო. ეს ერთი. ხვალწავალ ექიმთან აქ არ მოსულა. არა, ხვალწავალ ექიმთან. უბრალოდ არა, ზეგწავალ არა, ხვალწავალ. ხვალ მოსულა, ზეგარ მოსულა. მეორე რჩევა. დაავადების დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანი ეტაპი არის. დროული დიაგნოსტირება გულისხმობ დაავადების გამოვლინებას, აი ზუსტად დეზორგანიზაციული კერების დონეზე, მიკროკალცინატების დონეზე, როდესაც წარმონაქმნი არის საწყისი და ჯერ კიდევ განვითარებულია. არსებობს ისეთი ძუძუს წინარე დაავადებები, ეგრეთ წოდებული პრეკანცერები, რომელიც შეიძლება დაიჭირო და დაიჭირო ისეთ ფაზაში, როცა იქ პროცესი დაწყებული, მაგრამ სიმსივნე ჩამოყალიბებული არ არის და იმხელა ბედნიერება მაგრამ ამოცნობადია. ამიტომ როდესაც ხედავ გამოკვლევაზე, რომ იქ არის ეს მომენტი, ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, არსებობს სტერეოტაქსული ბიოპსიის წარმოების შესაძლებლობა დღესდღეობით საქართველოში. ანუ ეს რა არის, რომ ეს დეზორგანიზაციული კერები ეხოსკოპიაზე არ ჩანს. ჩანს მამოგრაფიაზე და მამოგრაფიის კონტროლი შეგიძლია ბიოპსია გააკეთო. და ეს მიკროკალცინატი და ეს დეზორგანიზაცია ამოიღო და დაინახო. ვაკეთებთ კი. სკრინინგიც კეთდება მანამდეც ვაკეთებთ. სკრინინგში კეთდება აქტიურად დაიწყო უკვე ამ მეთოდის გამოყენება კი დიახ და ამას დავარეკლამებ კიდევ ერთხელ რომ სკრინინგ ცენტრი გარდა იმისა რომ აკეთებს დიაგნოსტირებას რადიოლოგიური კვლევით ასევე აკეთებს აი ამ მეთოდ სტერეოტაქსულ ბიოპსიას რომელიც გულისხმობს რომ აი ამ მიკროკალცინატების და დეზორგანიზაციული კერების დონეზე შეიძლება დაავადება დაიჭირო. აი ისეთ დონეზე როდესაც არის ჯერ პროცესი დაწყებული ან ნულოვანი სტადიის კარცინომა ინსიტუ ძალიან მაგარი მიღწევა. როდესაც შეგიძლია მხოლოდ მინიმალური ქირურგიული მკურნალობით იქვე დაასრულოს. არანაირი მეტი სხვა მკურნალობა არ დაჭირდება. დიდი შეიძლება სხეულით დასხეულობა. პროფილაქტიკის მიზნით. აი ამ დონეზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს მესიჯი იმასთან მიმართებაში რომ ნუ გექნებათ შიში
განსაკუთრებით მე ვთქვი რომ და ესე არის 50-დან 70 წლის ასაკის ქალბატონებში არის პიკი დაავადების ჩვენთან სკრინინგი გადმოწეულია 40 წლის ასაკიდან ევროპის ქვეყნებში 50 წლიდან იწყება ეს ყველაფერი ძალიან დიდი შეღავათია ამიტომ გამოიყენოთ ეს საშუალება იმისათვის რომ წელიწადში ერთხელ შეიძლება 2 წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ მისვლა და ამ გამოკვლევის ჩატარება და მესამე აუცილებელი არის რომ როდესაც გამოვლინდება რაიმე პრობლემა არ გვინდა სირაქლემის პოზიციაში ყოფნა. ხო, აღიაროთ ეს თემა. აუცილებლად უნდა ვაღიაროთ ეს თემა, რომ თქვენ ეს მოგივიდათ, ეს პრობლემა არის, თუმცა ამ ადეკვატური მიხედვა ამის და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა გარანტირებულად გაძლევს საშუალებას რომ ბედნიერად გააგრძელოთ ცხოვრება. დაამარცხო და ბედნიერად გააგრძელოთ ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა სოსო. ამომწურავი იყო სრულიად პოდკასტისთვის ეს მინდა გითხრათ კარგი სამედიცინო სიუჟეტი გამოგვივიდა ჯანმრთელობას მოემსახურება ეს ყველაფერი და ქალთა ჯანმრთელობას ვარდისფერი ოქტომბერი კიდევ ერთხელ ვთქვი ცნობიერების ამაღლების თვე არის ძუძუსკიბოსთან ბრძოლის მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარი იყო სოსო სანიკიძე ქირურგი გამოცდილი ქირურგი ძალიან კარგი ადამიანი და პირველ რიგში კარგი ექიმი და მადლობა სოსო თქვენ მობრძანებისთვის და მადლობა კოტე თქვენ იქნებ იმეს დავეხმაროთ ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ დიდი მადლობა თქვენ კი გამოიწერეთ არხი მოიწონეთ ჩვენი არხი და ჩვენ კიდევ და კიდევ მე საინტერესო ეპიზოდს შემოგთავაზებთ მადლობა გავაგრძელებთ შემდეგ სტუმართან პოდკასტის სპონსორია აჰავა ეს არის მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. ბრენდი სრულიად ორიენტირებულია ეფექტურობაზე. და მივესალმები პოდკასტის ეპიზოდის დღევანდელ სტუმარს ქალბატონ ნატო მეტონიძეს. ნატო მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. დღევანდელი თემა ჩვენ მაყურებელმა იცის უკვე, ვესაუბრეთ აქამდე ქირურგს ბატონ სოსო სანიკიძეს. ახლა ვესაუბრებით ნატოს და ეს თემა ეძღვნება ვარდისფერ ოქტომბერს და ცნობიერების ამაღლებას ძუძუსკიბოსთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. ძუძუსკიბო ერთხელ დაამარცხეთ. კიდე ახლა მეორედ გავდივარ ამას. როგორ იყო თავიდან ეს დიაგნოზი, როცა თქვენ აღმოაჩინეთ პირველად მაშინ? რა იყო ეს შიში გაიბადა თქვენში, რაღაცა ღვთისწყალობა მოვიდა ახლებურად, რომელმაც გაგაძლიერათ თუ როგორ გაიარა ის ეტაპები? თავი კლასიკური ვარიანტი რომ გონი არასოდეს შენ არ დაგემართება. კი, ეგრეა. და პირველი არის ესეთი რაღაცა ვერაცნობიერებ დიდი ცოტა ხანი, მაგრამ მერე გიწევს. რამდენი წლის წინ იყო ეს ნატო? ეს იყო პირველად 2011 წელი იყო და უბრალოდ სარკეში აღმოვაჩინე. ესეთი იყო. თვალსაჩინო იყო და ექიმს მივაკითხე, მოკლედ აღმოჩნდა ის, რაც აღმოჩნდა და გააკეთდა ოპერაცია. გადავწყვიტე საქართველოში არ გამეკეთებინა და გავიკეთე ავსტრიაში. სხიური თერაპიაც იქ ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგ ეტაპზე აღმოვაჩინეთ. დაავადება და პრინციპში მივხვდი რომ ეს არის მთავარი ამ დაავადებასთან ბრძოლა თუ გიწევს აი ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ ეს არის და ამიტომ დროულად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბევრად მარტივია აქედან თავის დაღწევა და გზას რასაც გადიხარ ისიც ბევრად მარტივია რა რეაქცია ჰქონდათ ნატო როდესაც თქვენ გაიგეთ პირველად ამის შესახებ რომ დიაგნოზი არის ძუძუსკიბო არ მახსოვს, ძალიან შიში იყო საშინელი. იმიტომ რომ პირდაპირ რაღაცა ძალიან ცუდი პროგნოზები მოგდის თავში და ძალიან არასასიამოვნო რა. ჩვენ ხო თავში კარგი არაფერი არ მოგდის ადამიან. თან მაშინ არ იყო, ეხლა ესეც უნდა ვთქვათ, რომ მაშინ არ იყო მედიცინა ჩვენთან ესე. ეს იყო 11 წელი იყო და მე იცი რაღაცა უღრანდიტყი, აი იმდენად ჯერ რო არ გონია რომ ეს ხო არ გინდა გაიგო და არც წარმოიდგინო რომ შენ დაგემართება შენს ოჯახში ვინმეს და
დართულია მოკლედ და არაფერი არ იცი ამის შესახებ. კარგი, როგორ იყო გარემო ფაქტორები, აი თქვათ ადამიანები, როგორ გადაწყვიტეს შენ უთხრა უახლოეს ადამიანების, ეხლა იმ უახლოეს ადამიანს, რომელიც შენი ცხოვრების მეგზურია, გასაგებია, მაგრამ აი მეგობრები, მათი მხარდაჭერა იყო თუ არა მნიშვნელოვანი, თუ ჩუმად გაიარე ის პერიოდი, რა გზა იცი? იცი რა, რაღაცა თავიდან არ მინდოდა ყველასთვის მეთქვა, ორმა ჩემმა მეგობარმა იცოდა და ჩემმა დამტვერბრად ჭირდებოდა, პრაქტიკულად ამჭირდებოდნენ ეს ადამიანები და მე სხვა შორის მათი დამსახურება და მე თანახმა ვიყავი აქ გამევლო ეს მკურნალობა, მაგრამ რატომღაც აიჩემეს, რომ დროს ჯობდა ნორმალური. ხო და აქ არა ეს აუცილებელი ადამიანების ხარდაჭერა ამ დროს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რო არ იგრძნო ადამიანმა თავი მარტო და კლინიკის შერჩევისას რა იყო, აი თქვა დასავლეთში წასვლა, ეს მათი ის იყო დაჟინებითი თხოვნა თუ სიმშვიდე რა გადაგადგა? იცით რა გამოცდილება, ჩემი მეგობრის გამოცდილება. ვისთანაც გაიკეთა ოპერაცია, მთელი ისტორია, მთელი მკურნალობა და ოპერაცია აი ცნობილ ექიმთან გაიარა ავსტრიაში და ანუ თქვენ მაგალითი გქონდათ? კი, მე მქონდა მაგალითი და მან თხოვა რომ წავსულიყავ იმ ექიმისთვის მიმენდო ჩემი თავი. როგორი მკურნალობის გზა გაიარეთ ნატო მაშინდელი დაინიშნა ოპერაცია, ოპერაციისთვის ჩავედი, გავიკეთე ოპერაცია, მოვიდა ბიოპსია, მორფოლოგიის პასუხი იყო პირველი სტადია და არ დამჭირდა ქიმია, დამჭირდა სხიური თერაპია და ჰორმონოთერაპია. ეს ყველაფერი იქვე მოხდა? იქვე. და ერთ თვეში ისევ დავბრუნდი ავსტრიაში და დასხივებაც იქ გავიკეთე და დანარჩენი, შემოწმებაზე დავდიოდი ხოლმე ჯერ ერთ თვეში ერთხელ, მერე წელიწადში ერთხელ. ანამნეზი დატვირთული ქონდა თქვა დედის მხრიდან? იცით რა, როგორ ჩანს ესე აღმოჩნდა კი მამაც სიმსივნით არის გარდაცვლილი, დედაც ეხლა ხანს ასე და მანამდე იტარებდით თუ არა მაგალითად სკრინის თერაპია? რატომ? აი ესე უპასუხისმგებლად ვიქცეოდი, როგორც დღეს იქცევიან სხვა ქალები. აი ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სწორად დროულად მისვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია, ხო, აი მივხვდი, როდესაც ეს გზა გავია სადღაც შუა გზაში, მივხვდი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა, როგორ მინდა, რომ ეს ყველამ გაიაზროს და რაღაცნაირად არ გაუჭირეთ, არ აისხლიტონ რა, ეს როგორც ჩვენ ქვეყანაში არის თან საშუალება. როგორც მე ვაკეთებდი ამას ფაქტიურად. ისხლიტავდით. უბრალოდ ღმერთისნება იყო, რომ უნდა დარჩენილიყავი ამ ქვეყანაზე, თორე ასე ხო, მესმის. ასე რომ კარგით, დასაწყისიდან აი შემდეგ მიდის პროცესები ვითარდება. მერე გადის 5 წელი. მოკლედ დავამთავრე ეს 5 წელი წარმატებულად და არა, კიდე პარალელურად დამჭირდა რაღაც ოპერაცია. ეს შეიძლება იყოს თამდევი და აქ უკვე საშიში არაფერი არ არის, რაღაცა გვერდითი ისინი გაჩნდა, რაღაც საჭიროებები, კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდა და ითვლება, რომ მშვიდობიანად დავასრულე 5 წელი ჰორმონოთერაპიის, თუმცა მაშინ ითქვა, რომ თუ გავაგრძელებდი ჰორმონოთერაპიას, მეტად დაზღვეული ვიქნებოდი, თქვა 8 წელი ან 10 წელი და როცა შევწყვიტე, ოღონდ მე დავს ვიკითხვა, რა თქმა უნდა, ექიმს ვკითხე და მითხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხშირად გაიკონტროლებთ თავს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჰორმონოთერაპია. ოღონდ კონტროლის ქვეშ. ოღონდ კონტროლის ქვეშ და მოხდა საბედის, აი მართლა ძალიან გულმოდგინეთ ვასრულებდი ამას, უბრალოდ ერთ-ერთ ჩეკზე წელიწადში ერთხელ ვიკეთებდი, ყველაფერი გავიკეთე და დედა გახდა ავად იმ დროს და მაიზამეც გულმკერდის ის არ გავიკეთე, რა ქვია, რენტგენი. ანუ ტექნიკურად მოხდა ისე ხო, ესე მოხდა, ხო, იცი, რომ გეგმავ, ყველაფერი გავიკეთე, სისხლი, ყველაფერი იმის ეხოსკოპია, ეს და აი რომ მორჩა ეს და ამას მერე გავიკეთებ ერთ კვირაში, დავგეგმე და მერე აი ესე მიმავიწყდა რაღაცნაირად. მიუხედავად იმ გავლილი ხო, აი არც რომ მკითხეს მე როდესაც აღმოვაჩინეთ მეორეთა ეს პრობლემა. ოპა, აი მეორეც როდის იყო? მეორე 3 წლის უკან. ანუ 2011-დან 3 წლის უკან, ესე იგი 2022 11 წელი იყო გასული. კი. პრინციპში 5 წელი ვიკეთებდი კვლევებს და არაფერი. სადღაც აი ეს ერთი კვლევა, ერთი რენტგენი. გამოტოვეთ. ხო, აი არც მახსოვდა რომ გამომრჩა.
აი ესეთი რუტინა მქონდა, აი მისეთი. იმიტომ რომ გადართული იყავით სხვაზე ზრუნვაზე, ხო? ხო, დედას ძალიან ჭირდებოდა, აი წარმოუდგენელი მდგომარეობა იყო და ნუ მაი მართლა რომ ეკითხებოდნენ, რომ კითხა ბატონმა გიამ, როდის გაიკეთებ ბოლო? აი ვერაფრით, ნუ ვამბობდი, რომ გაკეთებული მაქვს ვარიანტი არ არის თქო და ვერ ვიპოვე, აი ეს ბოლო ვერ ვიპოვე. ყველაფერს ვინახავდი ეს. მოკლედ ესე აღმოჩნდა. ემოციურად როგორი იყო ის პერიოდი, როცა თქვა პირველად თქვენ ეს დიაგნოზი დაგისვეს და პირველი მკურნალობის ქირურგიული ეტაპი, მერე თერაპია, თქვა სხვადასხვა გამოკვლევები, აი ემოციებში რა დაგამახსოვრდათ, რა კადრები ტივტივდება ეხა თავიდან. ადამიანების ხარდაჭერა გახსენდებათ, ყველაზე ძალიან რაც დაგეხმარათ, თქვა ექიმების და სამედიცინო გუნდის გვერდში დგომა დაგეხმარათ, ყველაზე რა დაგეხმარათ? მე ძალიან მიმართლებს ადამიანებში. მე დიდი წყალობა. ძალიან კი და აი უცნაურია მეორედ რომ ჩავედი ვენაში და რომ გავიარე იმ საავადმყოფოსთან სადაც დიდი შიშით შევედი და რო არ ვიცოდი იქ რა ნუ როგორ დავბრუნდებოდი იქიდან უკან მივხვდი რომ მე საავადმყოფო ძალიან მიყვარს იმიტომ რომ კარგი ასოციაციები მქონდა იმიტომ რომ იქიდან გამოვედი იმედიანი და ვიცოდი რომ ვიცოცხლებდი. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ თქვენ დაგჭათ გამვლილი მის თუ მიხედავთ იმისა გამვლილი რთული გზა იყო, დადებითი ემოციები, პოზიტიური ემოციები. დღეს როგორ არის მდგომარეობა, ნატო? დღეს რა ხდება? დღეს, ნუ მოკლედ ერთ-ერთი თოდუასცენტმა მაჩუკა კვლევის ოკეი, გამოკვლევის პაკეტი. პაკეტი და აი ეს უბრალოდ მივედი და აღმოჩნდა რომ არის რეციდივი, ოღონდ მეტასტაზური ფილტვზე საკმაოდ მოზრდილი და კისრის მალა. მიდის მკურნალობა კარგად. აი რომ მეგონა რომ ჯერთ არც ვიფიქრე რომ ეს შეიძლება და კიდე მეორედ არასოდეს არ გონია ადამიანს რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ვარ მოწყობილი. რა უცნაურია, სულ მგონია რომ აღარ ვხელავ ამ აღმოჩნდა რომ შინაგანად მაინც ვხელავ, იმიტომ რომ თუ გინდა შევცვალოთ. არა, ამიტომ არა. მინდა რომ ნაკლებად ემოციური ვიყო საუბრის დროს და შიგნიდან მაინც რაღაცას დაძაბულობა ხო ეს კონტროლის საკითხია. მოკლედ აღმოჩნდა რომ ასეა საქმე. რა თქმა უნდა, არც მიფიქრე აქედან წავსვლა, მივაკითხე ქალბატონ ნია შარიქაძეს, რომელიც იმ მომენტში ჩემი ძმის მკურნალი ექიმი იყო, მოკლედ ნუ ოჯახში მე მივხვდი რომ ეს მივხვდი არა, ალბათ არის რაღაც გენეტიკური ფაქტორი არსებობს კი. განწყობა არის და რა უნიამნერე? არ მჭირდება მე ოჯახიდან ორი პაციენტი არ მინდოდა, მაგრამ ნუ მოკლედ ესე. არაფერი ჯერ ყველაზე რთული პერიოდის 10 დღე იყო ყველაზე მძიმედ გადასატანი, იმიტომ რომ ბიოპსია დამჭირდა. აი დიდი მეტასტაზიდან და გააკეთა სრულიად ფენომენალურმა გურამ უნკიაძემ. იმიტომ რომ ცუდი ადგილი იყო და მისადგომად. ხო. მეორე დღეს აღმოჩენიდან მეორე დღესვე გავიკეთე ბიოპსია და სწრაფად და მე 10 დღე ველოდებოდით და ნუ გვეგონა ფილტვი, იმიტომ რომ იმ წუთში ჩემი ძმა ფილტვის სიმსივნეს გადიოდა ცუდ სტადიას თვრილ უჯრედოვანს და აი ამ შიშმა ფაქტიურად ძალიან მძიმე პერიოდი გავიარე და მოკლედ მოვიდა სხვა შორის უცნაურია, მაგრამ ბატონმა გურამმა რო აიღო ეს ბიოპსია რო გააკეთა, თქვა რომ რატოღაც გონია რომ ეს არის იცოდა ჩემი პრედისტორია და თქვა რომ მე უშვებ რომ ეს ისე შეიძლება იყოს ჰორმონალური ხო და ესეც აღმოჩნდა, მოკლედ მოვიდა ის პასუხი ამ შემთხვევაშიც ვთისწავლობით მოვიდა ის პასუხი რაც შეიძლება და ალბათ ამ სიტუაციაში უკეთესი იყოს და აღმოჩნდა ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ეს ძალიან კარგია. დღეს მედიცინა ისე დაიხვეწა, ნატო თქვენ დაგვინდასტურებთ ამას დღევანდელ რეალობაში. დიაგნოსტირებაც გამარტივდა, ჯგუფური და კოორდინირებული მიდგომაც გამარტივდა სამედიცინო გუნდის მხრიდან და ონკოლოგია და წამლები, მედიკამენტები და იმუნოთერაპია, ცალკე კიდევ დიდი სეგმენტი განვითარდა, რომელიც ონკოლოგიური მიმართულებებით რადიკალურად შეცვალა და რადიკალურად შეამცირა, მაგალითად ქირურგიული ჩარევების აუცილებლობა, კი აბსოლუტურად ყირაზე დააყენა ამ ყველაფერმა, ბოლო ალბათ 5-10 წლის მანძილზე, უფრო 5 წლის მანძილზე და იმუნოთერაპიამ
ჩახსნა, ასე ვთქვათ, რადიკალური ჩარევები. ეს ძალიან მაგარია პერსპექტივა, რომ კარგი გაქვთ თქვენ, ეს ჩემზე კარგად იცით და კაი გზასად გახართ, ეს აბსოლუტურად ამაზე ლაპარაკიც არის, უბრალოდ გასავლელი გზაა ეს. ამ გასავლელ გზაზე ფსიქოთერაპია თუ დაგჭირვებია თქვენ. ვინ იყვნენ თქვენი ფსიქოთერაპევტები? მეგობრები? ოჯახის წევრები და მეგობრები. ლიზა იყო, რომელიც არ მოცილებია გვერდით. ეს ყველაზე პირველი იცი რა, რთული იყო იცი აქ რა. აი ვის დაურეკო, მახსოვს რომ კლინიკაში ვიჯექდი, ვფიქრობდი რომ ჩემო ქმარმა მიმიყვანა და უნდა მოვეკითხა და აი არ გინდა რომ უთხრა, იმიტომ რომ ხონდა უთხრა ეს. აი ყველაზე მძიმე ჩემთვის ეს აღმოჩნდა. სხვა სატკენდი ამით ხო? და იცი რა, ძალიან ეგოისტურად მომივიდა, მაგრამ მახსოვს რომ აი ჩემი ქმარი დამენანა რომ მარტო ყოფილიყო. აი რაღაცა მივხვდი რომ ჭირდება მასაც ვიღაცა გვი რომ გადანაწილდეს და ცუდად მოვიქეცი, მაგრამ სხვა გზა არ იყო დაურეკე ლიზას და მოკლედ აი ესე მოხდა როგორც. რა გიდა ლიზამ ვაშკაცურად აიტანა, ხო, და ჩემი მეგობრები არიან ის დიდი არმია, რომელიც აი დღემდე სულ ვამბობ რომ რაღაცა როდესაც რაღაც მძიმე რამეები ხდება და ცუდი ამბები აქვს მოსაყოლი ალამაზებენ და ისე მიყვებიან თქო. აი ეხლა რო გადიხარ ამ გზას, ხო? ეხლა ფაქტობრივად აღმოჩნდა ისე სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ რო აღმოჩნდა რა მაგარია. საბედნიეროდ რო როგორც მითხრეს მე იმ თერაპიას რომელსაც მე გავდივარ, ხშირად არ ემორჩილებიან სხვა პაციენტები. აი ჩემი დიაგნოზით შეიძლება და არ დავმორჩილებოდი ამას. ეს არის ჩემთან ისე ჰორმონოთერაპია და დამიზნებითი რიბოციკლების ჯგუფი არის, კისკალი, ასეთი ჭკვიანაბებს ეძახიან, ახალი თაობის პრეპარატია და ეს კომპლექსი, აი ორი წამლის კომპლექსი იძლევა ძალიან კარგ შედეგს. თავარია დაექვემდებარო და რაღაცა ესეც ძალიან ირგვლიანი გამოდგა და ეხა აქტიური ხარ სოციალურად? მე ვერ გადევნებდი თვალყურს. რაღაცამდენჯერ შევხვდა ტელევიზიაში თქვენი სახე და კი, ერთადერთი არის რაღაცა ამას გვერდით აქვს ეს ხანდახან სისუსტე, თუმცა ჩემზე უფრო მძიმედ გადია, მძიმედ არიან ხოლმე ამ პრეპარატების მიღების ფონზე, მაგრამ იცი როდესაც კურსს ვამთავრებ და ვისვენებ შემდეგ კურსამდე, აი ეს პერიოდია ყველაზე რთული, ანუ სისუსტე, იმიტომ რომ კონცენტრირდება ეტყობა ეს, გროვდება ეს წამალი 21 დღის განმავლობაში და ეს ერთი კვირა, როცა გონიო რომ დაისვენო, მაშინ ხარ ყველაზე სუსტად, სანამ დაიწყებ და მე როდესაც იწყებ, პირიქით უფრო აქტიური ხარ და ეს რაღაცა ციკლია, კი და ხო აქვს ესეთი და არაფერი სხვა განსაკუთრებული. იცი რა, როდესაც ეს აღმოვაჩინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო და რომ მითხრეს რა უნდა ვაკეთო, ამას კიდევ ვერ ხო არის კონტროლის, სისხლის, იცი რა მე ამას ჩამონათვალი რაღაცა. ხო, აი გულის კონტროლი გიხდება ამ წამლებთან ერთად და ასე გეგმას გიწერს ექიმი, ფორმას როდესაც გადანს და რომ დავხედე, მივხვდი რომ აი ახალი საქმე მაქვს. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას, რომ მე მაქვს ხო არის ვიღაც სამსახურს იწყებს და თქვენ საქმე გაქვთ, თქვენ ფსიქოლოგიაზე ეს რაღაცა კიდევ ახალი საქმე მაქვს, რომელიც მე უნდა გავაკეთო. და მივიყვანე ძალიან კარგი მიდგომა. ასია. სხვანაირად არ არსებობს. ეს არის რეფლექსი და ძალიან ადამიანური. რას ურჩევთ თქვენ იმ ადამიანებს, იმიტომ რომ თქვენ უკვე გამოცდილი ხართ ამ ამბავში რა. ცნობილი გამოჩენილი პაციენტი ვარ. მაგრამ რას ურჩევთ მათ, ვინც პირველად ახლა დაეჯახა ამას? აი გუშინ აღმოაჩინა თემა, ერთი კვირის წინ აღმოაჩინა, რომ აქვს ზუზუს კიბო. აი ადამიანურად, ემოციით, გულით რას ეტყვიათ ადამიანს? იცი რაც არ უნდა ურჩი ხა არ შეგეშინდეს არის გამოცდილებიდან გამომდინარე უცხო. გამოცდილებიდან აი რა არის? აი სანამ აი როდესაც ეხლა თქვი რომ როდესაც სანამ არ შეხედავ ამას როგორც ჩვენს ახალ საქმეს და გამოწვევას და თავგადასავალია პრინციპში რა. ეხლა რო უყურებ თავგადასავალია და ამას კიდე სხვა ჭრილში შეგვიძლია ეს გამიხილოთ, მაგრამ ტყუილა არ გვეძლევა ხოლმე. ამაში რის რაღაცისთვის ეს ხდება, ხო? აუცილებლად და ეს შანსი უნდა გამოიყენო.
რისთვის მოხდა ეს? სწორი კითხვა ეგ არის და არა რატომ მოხდა ეს? ეს ისე არ ხდება ნამდვილად, ვიცი, ამაში ვარ დარწმუნებული. ამიტომ თავისთავად ღელვა რო ახლავს ეს ბუნებრივია, ამას რაც არ უნდა უთხრა ხა. ხო გაგიგია რომ აი კიბოს დროს ეს ეხდებოდა, აი თურმე ეს არის და სინამდვილეში თურმე სხვა რამე ხდება? აბსოლუტურად სხვა რამე ხდება. გაცილებით მარტივია ვიდრე ეს ჩვენ მგონია ხო? აი მაგის გაგონება მინდოდა ზუსტად ხო? ნამდვილად ესია. მადლობა მაგას. იცი რა არის, აი ნებისმიერი უკეთესი პასუხი, აი ჩვენ ყოველთვის ვიკეთებთ სისხლის ბევრ ანალიზს, ხო? აი ოდნავ უკეთესობა როა, ეს იცი ისი ტოლფასი, აი დაფრთიანებული გამოდიხარ და გონია რომ მიწაზე არ დადიხარ და ყველა ჯერზე როცა მიდიხარ, კი ამას იცი, ნეკი ძალიან ღელავ ხო ალბათ კიდე გონია რომ არ ვღელავ, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ახლავს ამას რომ მიდიხარ, რომ შედიხარ კატეზე ძალიან ძლიერი ხარ, რა თქმა უნდა. ეხა გავიკეთებ პეტკატე და აი თავიდან რასაც მიკეთებდნენ, აი ყველაზე საშიში როა ის ეძებს, აი ცუდ ტიპებს ეძებს ის და ეხა უფრო თამამად შევედი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაზღვეული ხარ, იმიტომ რომ იცი რომ სულ რომ რაღაცა გაჩნდეს ახალი. ნუ კონტროლის ქვეშ ხარ და ნუ აი არ გაშინებს, უბრალოდ თვითონ ეს რუტინა, ნუ აი აღარ გინდა ავანტყოფო თეთრი ხალათი, აღარ გინდა. სიმღერა კიდე. არა, ამასაც ჩვენებად ყველაფერს ახერხებ, მაგრამ იმის არ მეშინია, რომ უსიამოვნო იქნება, მაგრამ ნუ დაძლევად. კარგად მიდის საქმე ესე იგი რა, იმიტომ რომ თქვენ რამდენად აღნიშნეთ წეგან სანუ კაცს მოვაპარაკობდით, სრულიად შემთხვევით მოხდა ის, რომ თქვა თქვენს მიერ ნახსენები თოდუას კლინიკიდან მიიღეთ პატარა ესე თქვა სიმბოლური საჩუქარი და სრულიად აი ამ პროცესმა აღმოაჩინა ეს ხო ეს? თორემ ალბათ ხო. არ მიაქცევდით ყურადღებას. ხო, მაშინაც კიდე რაღაც ისტორიას გავდიოდი და ალბათ ჩემი თავისთვის ვერ მოვიცლით. უბრალოდ არ გამახსენდებოდა რომ მე ეს რენტგენი არ მაქვს გაკეთებული. ესე იგი ესეც ტყუილად არ ხდება, ხო? არაფერი ტყუილად არ ხდება. ერთადერთი რაც დღეს ვიცი ეს არის, რომ არაფერი ისე არ ხდება. აი რა გითხრათ, აი წარმოიდგინეთ, ერთი მინდა იცით რა ვთქვა, აი ვინც დედები არიან. ეხლა ვარდისფერი ოქტომბერია ნატოს მოусმინეთ და არა მარტო ოქტომბრის თვეში. წარმოიდგინეთ დედებო რომ თქვენ შვილებს ჭირდებით, წარმოიდგინეთ კი არა ეს აუცილებელია. თქვენ შვილებს ჭირდებით, მეუღლეებს ჭირდებით და შვილებს განსაკუთრებით ჭირდებათ ჯამთელი დედა. ნუ იქნებით ეგოისტები და ვიცით რომ გაახალგაზრდავდა ეს ოხერი დაავადება. და მით უმეტეს არსებობს ამ ჩვენ ქვეყანაში ეს სკრინინგი ეს 40-დან 70 წლამდე თან უფასოა ეს ყველაფერი. მით უმეტეს და დააზღვიეთ თქვენი სიცოცხლე და თქვენი ოჯახის წევრების და ახლობლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩემთან ერთად გადიან ამ ყველაფერს ისე. არ არის ის დამიჯერეთ მე თვითონ ვიყავი ოჯახის წევრი ხო? კი, ოჯახის წევრი და ძალიან რთულია, რომელი უფრო რთულია მართლა არ ვიცი. ძალიან რთულია. არის ის ადგილები, სადაც თავისუფლად შეუძლია მივიდეს ადამიანს და თავისუფლად გამოიკვლიოს თავი, ხო? 1 საათი რომ დაუთმოს თავის თავს. წელიწადში ერთხელ მაინც, ხო, 40 წლის მერე მინიმუმ ერთხელ მაინც რომ შეძლოს, უკვე პრევენციაა და დასაწყის ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება ყოველთვის მით უმეტეს დღევანდელი მკურნალობის მეთოდებით ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. რატო უღრმესი მადლობა პირველ რიგში სწრაფ გამოჯამთელებას გისურვებ, ვისურვებდი შენ ტკბილი ჰანგების ხშირად მოსმენას, ახლაც და მერეც და მიაწექი. გაცილებით ძვირფასი ხდება მერე პროფესიას და ყველაფერი დანარჩენი ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა. ასე რომ ყველა პაციენტს უსურვებ გამოჯამთელებას და დანარჩენ სიცოცხლის დაზღვევას ვთხოვ. ძალიან დიდი მადლობა ნატოს სტუმრობისათვის. თქვენ კი ჩვენო მაყურებელო დაიხსომეთ რომ საქართველოში არსებობს ადგილები, სადაც 40-დან 70 წლამდე ადამიანებისათვის, ქალებისათვის არის სკრინინგ ცენტრები, უფასოდ, სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ მიხვიდეთ და ჩაიტაროთ ძუძუს კვლევა, რაც დაგაზღვევთ იმისაგან, რომ თქვა დროულად იქნას აღმოჩენილი დაავადება, თუ კი ასეთი არის და დროულად იქნეთ განკურნებული. ანუ დაზღვევა ეს ცუდი ამბებისაგან. თქვენ კი უყურეთ პოდკასტს, მოიწონეთ ეს ჩვენი არხი, იმისათვის რომ ჩვენ ყოველთვის შევძლოთ შემდეგი ეპიზოდების ჩაწერა და კვლავ შემოგთავაზოთ საინტერესო სიუჟეტები. ამ ეტაპზე კი მადლობა ჩვენი სტუმარს. დროებით.